მოგესალმებით, თქვენ დისტილერიას უყურებთ. დისტილერია ეს არის არქი, სადაც გიორგი ნადარაია და მე გიორგი ჭარხავა. სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელზე საუბრობთ და მიმოვიხილავთ. დღეს კი განვიხილავთ ედრადორს 25 წლიანი დაძველებით ბეჩ 2 რივალდი შევსების ხერესის კასრი 55.6 გრადუსი და ვინც ვისკის ფესტივალზე იყავით და დააგემონეთ ისეთი უკავშირი იყო, რომ ალბათ ჩვენც უნდა დავაგემოვნოთ. რატომაც არა. ხის ხუთი ნუ უკვე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ნელ-ნელა თან მოგიყვებით ედრადორზე. რეალურად ედრადორს გამოთქვათ, თორე სინამდვილეში ედრადაუერია. სიტყვა დასახელება. მდებარეობს ჰაილენდის რეგიონში. იმ ხეობას რა ქვია შემიტყვით, მე ინას მომიტეხავ. პიტლოხრის. ანუ ქალაქში. ქალაქთან. 1825 წელს დაარსდნენ ოფიციალურად, თუმცა მანამდეც პიტლოხში ადგილობრივი ფერმერები ვისკს აწარმოებდნენ, თუმცა ნუ ედრადაუერის სახელით მაშინ არ იყვნენ ცნობილი. დღესაც სიგნატორის ჯგუფში შედის, სიგნატორის ფოლბოლობაში შედის ედრადაუერის დისტილერია და ძველი შოტლანდიური დისტილერიებიდან ყველაზე პატარა არის. დღესდღეობითაც არ ამგონია ვინმე მათზე დიდი დისტილერია არსებობდეს. არა, ძველებიდან მე მგონი რაღაც არა. ანუ ახლებში ნუ არის ხა პატარები, მაინც შეიძლება ითქვას, რომ პატარები არიან რა ისეთი. თან სულ ორი ადამიანი არის ჩართული მთლიანად ვისკის წარმოების პროცესში. წლიური წარმადობა აქვს 400-500 კასრი, რაც არის რაღაც 90, ხა? რაც არის არაფერი. ხო, ნუ 80-100,000 ლიტრი არის, რაც არის ზღვაში წვეთი. ის აღარ ქვია მაგას. და ნუ აქვე შეგახსენეთ, რომ ამ 400-500 კასრიან წლიურად ერთ-ერთი ჩვენც გამოგვიყეს. კი. და ედრადორი საქართველოსთვის სპეციალურად ჩვენთვის ჩამოისხა. ახლა გვაქვს ამაზე შეიძლება მე უყუროთ. ხო, ეს დისტილერია წელს 200 წელს ხდება, საიუბილეო წელი არის. ანუ ოფიციალურად დაარსებიდან, ასე ოფიციალური გახსნიდან 200 წელი გადის. ველოდებით საიუბილეო ბოთლსაც, რომელიც 200 წლიას. 200 წელს. ალბათ არა, მაგრამ ნუ ველოდებით რომ მოკლედ სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ უკვე რაღაც საიუბილეო ბოთლიც გამოვა, რომელიც კონკრეტულად ამ თარიღს ეძღვნება, რამდენი წლის იქნება, რა იქნება და როგორ იქნება, არავინ იცის. თუმცა ზოგადად ედრადაუერისგან მოლოდინი არის, რომ ალბათ რაღაცა ხერესის კასრისგან იქნება უფრო მეტად, იმიტომ რომ ერთ-ერთი ცნობილი დისტილერია არის, მოკლედ ვისაც შერი ბომბები უყვარს, მათთვის მოკლედ ერთ-ერთი ცნობილი დისტილერია. ან მოგონებთ აქაც ნატურალური არის, როგორც უმეტეს შემთხვევაში ესეთი პატარა დისტილერიებში. ფაქტობრივად ნულოვანი გაფილტრა, ფერი ნატურალური, რასაც ხედავთ ვისკის ფერს, ყველაფერი არის კასრიდან, მხოლოდ ნატურალურად. თან ედრადაუერი ნებისმიერ ტიპის კასრს იყენებს მაქსიმუმ ორჯერ, რაც ხარისხზეც და გემუნთისოებს აქ უნდა გავენას ახსნეს და კასრებსაც არჩევენ ძალიან ფაქიზად, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველ კასრი არის უმაღლესი ხარისხის და ორჯერ გამოყენებული ამათი კასრის შემდეგ, ნუ უკვე სხვა დისტილერიებში მიდის საუბრობთ კასრები და ძალიან მოთხოვნადი არის თვითონ ედრადაუერის სპირტის და გამო. კი ბატონო. აი, აბსოლუტურად ჭიქასთან ეს არომატი მოდის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი რატომაც არის, ვთქვათ, ზოგადად ეს ვისკი გამოირჩევა, ვთქვათ, ინტენსიური არომატებით და განსაკუთრებით ხერესის კასრის მოყვარულებს, იმიტომ მოწონთ, რომ გარდა იმისა, რომ ხერესის კასრი ძველდება, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გამოსახდელი ქვაბი აქვს თემოლოგ ინდუსტრიაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს, ვთქვათ, ის არომატები, რაც გამოხდის დროს, ვთქვათ, აკროლდება და სპირტს მიყვება თან ეს ეთერზეტები, ასევე გადადის დისტილაციის შემდეგ და ვისკისაც მიყვება და შემდეგ უკვე ვითარდება გემოში და არომატებში. ამიტომ ესეთი კარგი სუპერ ვისკი არის. ფერმენტაციისთვის ხის, ტრადიციულ ხის ჩანებს იყენებენ, შესაბამისად იქაც მიკრობიოლოგია ცხოვრობს და ის ამდიდრებს ყოველ ჯერს, ანუ ყოველი ფერმენტაციის შემდეგ უკეთესი და უკეთესი ვარიანტი გამოდის, იმიტომ რომ წინა ფერმენტაციებიც შედეგიც იქ ცხოვრობს, მოკლედ ისეთი ტრადიციული პატარა დისტილერია არის, შეიძლება ითქვას, რომ ფარმ დისტილერი, რომელიც საწყისიდან პირველი მარცვლეულიდან ბოლომდე ყველაფერს აკეთებენ ადგილზე. დახურული დისტილერია არის, კოვიდის შემდეგ დაიხურა და ვიზიტორებს საერთოდ აღარ იღებენ. ალბათ იმიტომ, რომ ვინმე მას შეაფერხოს ისედაც ცოტანი არიან და კიდე
დამატებით ადამიანი როგორ გეწევა შეიძლება მაშინ უნდა აიყვანო ერთი ადამიანი ვინც ამ ტურებს ჩაატარებს ხო ეს ვაკანსია გამოცხადდა არანაირი პრობლემა არ არის ცნობილი ფაქტია სხვადასხვა ერთხელ გაიღო იმისთვის რომ შეეღებათ და ამ დროს ხალხი რა თქმა უნდა ყველა მივიდა იმისთვის რომ დახმარებოდნენ შეღებაში შეღება ხალხმა ასე ვთქვათ მოყვარულებმა შეღებეს ეს დისტილერია ამაზეს და ამის მერე ისე დაიხურა შინგენს აღარ შეუშვეს ხო რა გარიფასები შეღებინეს ფაქტობრივად ესე ჭკვიანურად მოიქცნენ მოკლედ გადავიდეთ თორე უკვე ძალიან ითხოვს კი ყოველგვარი ცხვირის ჩაყოფის გარეშე ისეთი ჩირეული და შავი შოკოლადის არომატი მოდის აქვე რომ რა უნდა ვთქვა ეს არის არის მაგარი არომატი არის ანუ კასერზე არაფერი არ გითქვამს იმიტომ რომ არ არის ნახსენები რა ტიპის ხერესი არის გამოყენებული თუმცა გავრისკავ და ვიტყვი რომ ოლოროსო ხერესი ან უმეტესად ოლოროსო არის ან შეიძლება სულად ოლოროსო იყოს ანუ უფრო ოლოროსო არის ვიდრე პედრო ხიმენესი ხოზე ყოველ შემთხვევაში ოლოროსო შეიძლება გიმოზეც სიტყვა კონდეს პედრო ხიმენესის მოგეთ ცხვირი აქ ეს რა აუ ტომ ფორდი არის ვისკების ტომ ფორდი არის მოგეთ ვიტყვი ძალიან ისეთი სუპერ არომატი აქვს 55 და 6 ალკოჰოლი მაგრამ რა ისე არ იწრობა ცხვირზე არ იწრობა ნუ ოდნავ იწრობა ხო მაგრამ ისე არა რომ წავდეს უფრო მეტად არომატები არის პირველი რაც შემხვდა ყავის მარცვლეულები იყო აი მე რაც შემხვდა ხო ცხვირზე არომატები და რაც დავიჭირე ჩვენთვის შავი შოკოლადი და ჩირეული აი ჩირეულიც აი ისეთი ჩირი ძალიან კარგად არის გამოწვარი ხე. ის არომატებიც აქვს. აი ხილი რაღაცა, შავ მუქი ხილი. ქლიავი მაგალითად შეიძლება. კი. ო, ძალიან სუპერი. ხო, ისეთი ხეც. ისეთი ვისკი არ პრინციპში ამას ახლა შეიძლება რამდენიმე წუთი წყალით დავამატოთ, მაგრამ დღეს ამას არ გავაკეთებ. არა. ზოგადად შეიძლება რამდენიმე წუთი დავამატოთ და გახსნის კიდევ უფრო არომატებს. მაგრამ აი ძალიან სუპერცხვირი აქვს. ეხ დიდხანს გავატარებდი ესე მოკლედ. ხოლმე არომატების ძალიან კარგი, მოკლედ აი კარგი პარფიუმებით ესეთი დახვეწილი pure parfum, რასაც ქვია. აი ცოტა აღწერაც რთულია და ნუ ვისკიც ძალიან ბლანკი არის და სუპერი არის. კი ხო აი ზეთონობა ეს ჭიქაზე მოედო საკმაოდ დიდი ხანი რჩება და მოდი გავსიჭოთ. კარიერის პიკში 2006 წლის მსოფლიოზე ზიდან მარო წითელი ბარათი მიიღო და წავიდა ეგრე მინდა იყო წავიდა იუთუბერობა დავამთავრეთ მორჩა ხურავთ დაარჩა ამის ალბათ ამის ახურვა იქნება ამათი 30 წლიანი და მე კიდე ზემოთ რაღაცები რა აქამდე რაც ზოგადად განგვიხილავს ყველა ჯობია ამ იუთუბერს რაც კი განხილულა რა ყველაფერს ჯობს ეს ვისკი არა უმაგრესი იგივე ასაკის ლაფროიგი გვაქვს განხილული არა ყველაფერს უფრო დიდი ასაკის კლიფიდიხი კი მაგრამ არა ყველაფერს ისეთი ვისკი არის შერი და ხერესი თუ გიყვართ ეს უნდა დალიოთ კი ანუ აი ცოტა გადმოცემას მიჭირს რეალურად რამდენი არომატი ერთად არის აი ხა აი ცადოთ რომ დავყოთ ხო მე რაც ვილაპარაკეთ მოგეთ მე ყავის არომატი ძალიან კარგად ვიგზენი შავი შოკოლადის არომატი ყველა ეს ინტენსიურად არის ეს ყველაფერი აი ხარისხიანი ხეცკი ეს კარგად შებოლილი ისეთი მაღალი ხარისხის მუხის ისეთ აი რაღაც მუხის კაბინეტში რო შეხვალ და სუნს იცნობა რაღაც აი სიმდიდრეში შედი აი ეგეთი ლაქშერი ლაიფსტაილი სულ კარგი ისეთი ძველი მუხის კარგი ისეთი არომატი რო დგას ოთახში აი ეგეთი არომატი და აი ამისგან რაღაც გემოსავით ხო გძნობთ ან არომატისგან აი ეგეთი გემო აქვს ძალიან სუბკატ გძნობა რაღაც მაღალი ხარისხის სიგარა თამბაქო კი ბუნებრივი არის იმიტომ რომ ეხლა რასაც ვთვლით ეს ყველაფერი სიგარაშიც არის ეს არომატები და ნუ ძალიან მაღალი ხარისხის ვისკი არის შოკოლადი ყავა ჩირეული მოკლედ ეს ოღონდ ისეთი კარგი ჩირეული აი აღმოსავლური აი ფინიკიდან დაწყებული რა ვიცი ლეგვის ჩირი და ყველაფერი არის აი აქ
შეიძლება ხულმის ჩილიც კი იყოს. მაგარია. აი სუნო უფრო კაია თუ პირში ჩაგუბება. არ ვიცი, მაგრამ უმაღლესი სტოპ. ელები აგუწევი. ველოდები 30 წლიანს. არც თქვენ ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ვისაც იქამდე გაგისინჯავთ ან ვისკის ფესტივალზე ჩვენ თან გასინჯეთ, ხო, გითხარით, მოგეთ თქვენას. იქ თქვენი რეაქციები ნახეთ. ნუ ზოგადად მსგავსი რა გაგისინჯავთ კიდე ამ მიმართულების ისეთი რომელსაც შეადარებთ ამასაც თავისუფლად თუ ეს გაგისინჯავთ ან თუ ეს არ გაგისინჯავთ თავშოთ ამის ანალოგია თქვენს პრაქტიკაში რა გაქვს რომ ჩვენც გვაინტერესებს იმიტომ რომ ეხა ეს არის ანუ შელი ბომბი რასაც ქვია ხო ინდრა დაუერის გარდა მე ერთი ან ორი დისტილერია მახსენდება ვინც შეიძლება აწარმოებდეს მაგრამ ესეთი ეს ბომბიცარი და ბომბიცარი ხო დამხელავთ ერთ-ერთია ძალიან და ნუ ვისკის თვითონ უმაღლესი ხარისხის არის და როგორი ზეთოვანი აი პირის გულში კიდე უფრო მეტად გსოფოს ამ ზეთოვნობას ვიდრე ჭიქაში და რაც ხავარი არის ახლა რომ გავსინჯებ ანუ უფრო მოლოდინი მქონდა რომ მაინც ეს ალკოჰოლის ესეთი ამდენად მაღალი ალკოჰოლი და პლუს ეს დაძველება და კასრი პირველი შესაძების ოლოროიც არის ხერესის კასრები მაგრამ მოკლედ უფრო მეტად ოლოროსო იგრძნობა და სავარაუდოდ შეიძლება ხო შეიძლება მხოლოდ ოლოროსო იყოს მაგრამ არ ვიცით ამიტომ არაფერს არ ვამბობთ მეგონა რომ რაღაც აი სიცხარე ექნებოდა და აი დამწოვდა რამე იქნება მაგრამ აი აბსოლუტურად არა უბრალოდ აქ აი კარგი ხის სიმშრალე აი სიგარის რაღაც ესეთი ტიპის სიმშრალე რასაც სიგარა შეიძლება ტოვდეს აი იდეალური არის მოკლედ რა მან ცხოველზე განსაკუთრებით კარგად იგრძნობა აი ყავის მარცვლები ესეთი კარგი ბრაზილიური ყავის კარგი მედიუმ რეარ სტეიკი და ეს ხო არ ვიცი ნებისმიერ ამას იდეალური ვისკი არის მოკლედ აი ხო რა გამიმეორებ აქამდე რაც მაგვიხილავს და რაც არ მომხდარა ამ ჩვენ YouTube არხზე საუკეთესო ვისკი არის და მე მგონი არ ვიცი ალბათ რაც გამისინჯავს იმათშიც ეს მინიმუმს ტოპ-4-ში უკვე არის აი ჩვენ რო დავიბადეთ მაგლებში თუ ტოპ-ში როდრენ ალბათ ეხლა ბავშვი დაბადებაზე ეს უნდა გაიქცეს ყველა ოჯახში არ ვიცი ტოპ-ის რო იაფიდაჭდა არ ვიცი ნუ ეს იყო მაგრამ ხელები აგუწევია იდეალური ვისკი არის ოჯახი და დავერც კიდე ერთხელ ამტკიცებს რომ საუკეთესო დისტილერი არის ამ მიმართულებით და ამაში ბადალი არ აყავს ბევრმა არ იცის ეგეც რომ იდრადაუერი ბურბონის კასებს იყენებს ძალიან კარგად იმიტომ რომ ნუ რატომაც იდრადაუერი ასოცირდება პირდაპირ ხერესის ბომბთან და სწორიც არის ნუ მაგრამ ბურბონის ბომბებიც აქვს ბურბონის ბომბებიც აქვს მით უმეტეს 10 წლიანი დეკანტერი რაღაც სასწაულია ალბათ საუკეთესო ბურბონის კასია მერას დამილები მაგის მე გამიხილოთ და მაგაზე უკვე მე გვიყვებით ну დავამშვიდობთ ახლა ჩვენს მოყურებლებს ძალიან დიდი მადლობა მოგლით რომ გვიყურებთ და დღესაც სულ ეს არის თქვენს კომენტარებს ველოდებით გითხარით თუ გაგისინჯავთ და ზოგადად ედადავერზე რას ფიქრობთ ეგეც საინტერესო თქვენგან მოვისმენთ და თუ გაგისინჯავთ რას შეადარებთ ეგეც აუცილებლად გითხრათ ხო აბა კარგად